მოგესალმებით, ქალბატონო მაია. მოგესალმებით. ძალიან ავტორიტეტული და ძალიან ძვირფასი სტუმარი ყავს ჩემოლადო დღეს. ქალბატონი მაია ცირამოა და ვიმყოფებით ვერიკო ანჯაფარის 9 ნომერში. და რატო აღნიშნე ახლა ეს? აქვე არის თეატრი ვერიკო, რომელიც ჩემი სტუდენტობის ერთ-ერთი უსაყვარლესი ადგილი იყო და კიდე ერთი მიზეზი, რატომაც მიყვარს. როგორც მახსოვს, მიხეილ ჭიაურელმა აქ აკოცა პირველად ვერიკოს. და სახლი ააშენა მერეო. ძალიან სიმბოლურია. და აი როგორ მიყვარს ეს ისტორია, გიჟდები. სიმბოლური და კარგია. თუმცა თემა ძალიან მძიმე გვაქვს. გვაქვს. აი, უნდა მეთქვა ზუსტად ძალიან მძიმე გვაქვს ის პრობლემა, რომელიც დღესდღეობით არა მარტო საქართველოს, ალბათ მთელი მსოფლიოსთვის ძალიან დიდი გამოწვევაა. პედოფილია პირდაპირ თქვათ, რაზეც უნდა ვისაუბროთ, სექსუალური ძალადობა და განსაკუთრებით აქტუალურია არასრულ წლოვნებთან მიმართებაში, პატარა ბავშვებთან მიმართებაში, იმიტომ რომ მათ არიციან როგორ მიხვდნენ, როგორ გააცნობიერონ ამ პრობლემასთან შეჯახებისას თავისი მდგომარეობა და ზუსტად ამაზე ვისაუბრებთ და ქალბატონი მაია გვეტყვის რჩევებს და გვეტყვის იმას, როგორ მივხვდეთ, რომ ჩვენს წინ მოძალადე დგას. რადიო თავისუფლებას ქონა წინა კვირაში წავიკითხე. არ ვიცი, ცრემლების იბრაზე ყველაფერი ერთდროულად დამემართა ის, რაც წავიკითხე, მით უმეტეს იმ ჩვენი ძველი პროფესიიდან გამომდინარეულად და ბავშვებთან ორივეს ქონდა შეხება რა. მოდი დავიწყოთ ქალბატონ მაიას რო. ჯერ თქვათ მეგობარი ვინ აქვს? ჩვენი მეგობარი კი აუცილებლად უნდა ვთქვათ სუთი პოვერი. ასეთი ქართული წარმოების ჩურჩხელებია, უბრალოდ არა ქართული ჩურჩხელების გაუგია. ეს არის ტრადიციული ჩურჩხელა, არა ტრადიციული ფორმით, ესეთ კუბიკების ფორმები აქვს, ძალიან გემრიელი. გემრიელი რო რატო არ არის აქ თქვი ეგეთ? ჩემი ბრალია. ასაკს რა უთხარ? სასაჩუქრე პაკეტი გამოგვატანეს თქვენთან ქალბატონო მაია და დავჭა აუცილებლად მოგაწვი. აუცილებლად რომ დაგრჩათ. რატო? ინტერნეტ კბილი. ეს არის 100% ნატურალი. აუცილებლად მოგაწვით. მადლობა, გაუმასპინძლდები. ერთი ძალიან მაგარი ამბავი გვაქვს. ჩვენ გადაცემას რო შეეფერება ეგეთი გემრიელი და ეგეთი კარგი. დღეიდან ჩვენი მეგობარი გახდა. ლადო. აქ იმიტომ გეხარ რომ ის იმის მანიშნებელია მაინც გავფრინდებით. რა თქმა უნდა. აბა რა, აუცილებლად გავფრინდები და ამ გაფრენაში მინდა გვეხმარება? კაი ხალხი. კარგი ხალხი, გურჯაანის ნაყინი, რომელიც ჩვენი მეგობარი გახდა და ჩვენი მეგობრები არასოდეს არ არიან ცუდ სიტუაციაში, იმიტომ რომ ჩვენი მეგობრები არიან და შესაბამისად ისეთი გემრიელი ხალხი როგორც გურჯაანის ნაყინია, ჩვენც გაგვაქვს. კი, გამოვიდა რომ ამზაფხულში გრილი სიახლე გვაქვს, თბილი სიახლე გვაქვს და ძალიან დიდი მადლობა გურჯაანის ნაყინს არ ვიცი. ბავშვობიდან რო გვიყვარს ეგ გადამეტებული არ არის. კი, ზუსტად. მადლობა ამ კარგ ხალხს და ვიმეგობროთ. მაშასე დავიწყეთ მეგობრობა, რომელიც ძალიან კარგად გაგრძელდება აუცილებლად. მადლობა გურჯაანის ნაყინს. გავფრინდებით ჩვენ, გავფრინდებით, აბარა. მოკლედ რადიო თავისუფლების ამ სტატიაში საუბარი იყო 15 წლის გოგონაზე, რომელზეც წლების მანძილზე ბაბუა ძალადობდაო. ოღონდ როგორი ბაბუა იყო, იცი? გერი ხო რაღაც. და ამ ამბავში არ მხოლოდ ბაბუა, ვიღაც სხვა ადამიანებიც ფიგურირებენო და ძალიან მძიმე წასაკითხი იყო და მძიმე იქნება და ეს ყველაფერი იმ ბავშვისთვის ვერც წარმოვიდგენთ. და სტატისტიკასაც ვიტყვი, მაგრამ ბოლო 15 თვეში ესეც რადიო თავისუფლებას ქონდა, ბოლო 15 თვეში საქართველოში 229 ბავშვი გახდა სქესობრივი დანაშაულის მსხვერპლი, მათგან 53 გააუპატიურეს და 6 შემთხვევა მოხდა მხოლოდ აპრილში. ეს არის მხოლოდ ოფიციალური მონაცემები და დარწმუნებული ვარ სამწუხაროდ ალბათ რეალობა გაცილებით უფრო მძიმეა რა. მოგესალმებით. საკმაოდ მძიმე თემაა და ეს ოთახი, სადაც ახლა თქვენ ხართ, არის ძალიან ბევრი მძიმე ისტორიის შემსწრე. ეს არის წამების ხორბთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი და ჩვენ ძირითადად ვემსახურებით მძიმე ტრამბული გამოცდილების მქონე ადამიანებს, ბავშვებს, ქალებს, ნებისმიერი ასაკის ადამიანს. და მათ შორის ჩემი ბოლო წლების პრაქტიკა, კლინიკური პრაქტიკა უკავშირდება სწორედ აი ამ ჯგუფთან მუშაობას, ბავშვებთან, ან ქალებთან, მამაკაცებთანაც მათ შორის, რომელიც ადრეულ ასაკში ბავშვობაში გამოსცადეს ასეთი ტიპის ტრაუმა. ცოტა დიახ, გესმით. უმძიმეს და ურთულესია მით უმეტეს ჩვენი გადმოსახედიდან ეს თემა. არ ვიცი როგორ მიხვედით, როგორ გაბედეთ ცუდი სიტყვა, მაგრამ როგორ მიხვედით აქამდე? ამ სამუშაომდე? ხო, აი ამ თემას როგორ შეეხეთ და რატო?
თვითონ აი ამ ცენტრის სპეციფიკიდან გამომდინარე ჩვენ 2000 წლიდან ვარსებობთ როგორც ორგანიზაცია და ძალიან ბევრი მიმართულებით გვიმუშავია მაგალითად ციხეში ნაწამებ ადამიანებთან, ომგამოვლილ ადამიანებთან, აი მე ვიმუშავე ბავშვებთან, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაზარავდნენ. ჩვენი ორგანიზაციის ფსიქოლოგები ასევე საველე სამუშაოებზეც გადიოდნენ იმ ადგილებსაც ისინი კომპაქტურად არიან ჩასახლებულები და ზოგადად ჩვენი ორგანიზაციის სპეციფიკიდან გამომდინარე და იქედანაც რომ რაღაცნაირად დაიწყო ქვეყანაში ჩვენ დავიწყეთ საუბარი ძალადობაზე გაიზარდა საზოგადოებაში ცნობიერება არა მარტო ჩვენ რა თქმა უნდა სხვა ორგანიზაციებმაც და გაჩნდა ასე ვთქვათ შემთხვევები გაჩნდა სტატისტიკა სულ ისმება ხოლმე ესეთი კითხვა რომ აი ადრე არ იყო და ეხლა არის ადრე უბრალოდ არ იყო გამხელის მიმართვის და ზოგადად ასეთ შემთხვევების მართვის არანაირი პრაქტიკა ბუნებრივია იყო და ყოველთვის სამწუხაროდ ერთადერთი რამაც შეიძლება რომ ეს პრობლემა გახადოს გაცილებით უფრო ნაკლებად დამაზიანებელი ალბათ არის საზოგადოების ცნობიერების გაზრდა ის რომ ადამიანებმა დროულად ამოიცნონ მშობლის კომპეტენციებს აქვს აქ ძალიან დიდი როლი ბავშვს კონდეს მინიმალური ცოდნა თავისი პირადი სივრცის და ზოგადად აი ამ საკითხებთან დაკავშირებით მაგალითად 3 წლის ასაკიდან უკვე შეიძლება ბავშვს უთხრა რა არის მისი პირადი სივრცე და რა ტიპის შეხება შეიძლება მის სხეულთან იყოს საზიანო. ეს ცოდნა უკვე 3 წლის ასაკიდან აი თქვენ საბავშვო ბაღში მუშაობდით. იცით რა უამრავი აი რაღაც მაგალითივით რო გითხრათ როგორ შეიძლება უამრავი პრაქტიკა არსებობს ამის საშუალო ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ვებ გვერდზე არის ძალიან ბევრი მასალა და მათ შორის არის მაგალითად ესეთი ანიმაციური ფილმია ხელზე და აი ხელით შეხებაზეა ძალიან მარტივად გაიგებს ბავშვი დაუშვათ აი შეხების ფორმიდან გამომდინარე რა ტიპის შეხება შეიძლება იყოს მისთვის საზიანო. ძალიან მარტივად ეუბნები ბავშვს. აი მაგალითად მშობელი ხარ, ხო? და უკვე 3 წლის არის ბავშვი, საბავშვო ბაღში შეიძლება წავიდეს, შესაძლოა უკვე ეზოშიც გადის თანატოლებთან სათამაშოდ, ან მეზობელთან გადის, უკვე ის ასაკია, როცა ასეთი ინფორმაცია მას უნდა კონდეს. მარტივად ეუბნები, რომ აი ეს ადგილები, რომელსაც ადამიანები საცვლებით იფარავენ, არის ადამიანის პირადი სივრცის ნაწილი, ინტიმური ადგილები, ეს სიტყვა ახლა ვერ გაიგოს და ამ ნაწილებთან შეხების უფლება არავის არ აქვს. და მათ შორის შეიძლება აუხსნა რა შემთხვევაში დაუშვათ რომ ექიმთან მიდის, თუმცა ექიმთან ყოველთვის ბავშვი უნდა იყოს მშობლის თანხლებით, ხო? ჰიგიენური პროცედურის დროს, თუმცა აქაც შეიძლება რაღაცა გარკვეული ასე ვთქვათ მინიშნებები მისცე ბავშვს და ასევე უხსნი მაგალითად აი რა ტიპის შეხება არის დამაზიანებელი. და ყოველთვის აი ყველაზე კარგი მესიჯი ბავშვისთვის არის ის რომ აი სადაც შენ სულ ცოტა მაინც შიში გაგიჩნდება იგრძნობ რომ რაღაც ისე არ არის ხო შენს თავს ენდე დაუჯერე და ყოველთვის უთხარი ამის შესახებ დედას, მამას ან შენთვის უახლოეს ადამიანს, ხო? ეს კიდე ერთ-ერთი მთავარი დამცავი ფაქტორი ბავშვისთვის არის ის, რომ მასა და მშობელს შორის კომუნიკაციის კარი იყოს მუდმივად ღია. ბავშვმა იცოდეს,
რომ აი როგორიც არ უნდა, როგორ რამ მდგომარეობაში არ უნდა იყოს ეს წაქცეული, მოთხუპნული, დამარცხებული ეზოში თამაშის დროს, ორიანი მიიღო, ვიღაცამ გააბრაზა, თუ რაღაც გაუხარდა, აი ყოველთვის შეეძლოს ამის მშობლისთვის გაზიარება. ეს არის ძალიან სერიოზული დამცავი ფაქტორი. და არანაირად არ არის არც უხერხული, ეხლა რა არის უხერხული იმ ტექსტში, რაც ჩვენ თქვით, ხო, რატო ვერ გაიგებს ამას 3 წლის ბავშვი, ხო, აი ესე მარტივად რო ავხსნათ. აი ასე იწყება. ეს არის ერთ-ერთი გზა. მეორე გზა არის თვითონ მშობლის განათლება და რას გულისხმობ ახლა მშობლის განათლებაში. ჩვენ ვიცით, რომ აი რა ვიცი, ხა ჩემს ბავშვობაში მე მახსოვს, რომ მოსულან და პუტკუნა ბავშვი ყავდა ლოყაზე უჩქმეტია, თან ვიღაც ჩამხუტებია. მე როცა დედა გავხდი და შვილით ხელში დავდიოდი და დამყავდა, ვაიმე რა საყვარელი ბავშვია, მოდის ვიღაცა შენ შვილს ეხება, ხო? ეს არ ვიცი ხა ტრადიცია, კარგი სიტყვაა. ანუ აი ეს მავნეჩვევა, მოდი ესე ვთქვათ, რაღაცნაირად ამას უნდა გადავეჩვიოთ. ანუ თვითონ ბავშვისთვის არის ეს აზიანი, იმიტომ რომ თუ კი ბავშვი ხედავს, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოვიდეს, შეეხოს მას, ეს უკვე პირადი სივრცის აღქმის შესაძლებლობას უკარგავს და ეს არის კარგი გზა ბჭყალებში ზუსტად იმ ადამიანისთვის, ვინც ბავშვით არის ცუდად დაინტერესებული. ამას გარდა კიდე რაც აი ყოველთვის უნდა იფიქროს მშობელმა. ყავს მეზობელი, ჩვენ ხო ვიცით სტატისტიკურად, რომ მოძალადე შორიდან არ მოდის. მოძალადის სხვა კატეგორიები არსებობს და ამაზეც ვისაუბრებთ ალბათ. იმიტომ ეს ძალიან საინტერესო თემა. შორიდან არ მოდის. სტატისტიკურად 70-დან 90%-მდე არის ყოველთვის ახლობელი ადამიანი. ოჯახის წევრი, ნათესავი, მეზობელი და ასე შემდეგ. ამიტომ მშობელი უნდა იყოს ყურადღებით, როდესაც ვიღაც, თუნდაც შენი კარის მეზობელი, ასე ზედმეტად დაინტერესებულია ბავშვით. და გთავაზობს, მე დავიტოვებ, მე გავიცით რამდენი შემთხვევაა ესეთი, აი გავასეირნებ ბავშვს. მე ვამეცადინებ ბავშვს, მე გაგიკეთებთ ამას, ჩემთან დატოვეთ. ყოველთვის უნდა დაისვას კითხვა, რატომ არის ეს ადამიანი ასეთი დაინტერესებული? იცით რა, მე ხა ძალიან კარგად მესმის ისაკითხი, რომ ეხა აი ეს ეჭვებში ცხოვრება ძალიან რთულია, მაგრამ სიფრთხილე არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ. ეს არის ერთი აი პატარა წითელი, სადაც უნდა აინთოს, რატომ უნდა ამ ადამიანს რატო ცდილობს ის ასე დაახლოებას ბავშვთან, რატომ არის მუდმივად საჩუქრებით, რატო ანებივრებს ბავშვს, აი ეს ნიშნებია, რომლითაც და ხშირად აი სხვა შორის ერთსაც ვიცი ხვდები რომ რაღაცა გინდათ რომ კითხოთ. არ ჩავინიშნა და კითხოთ ასე. ხო და აი მაგალითად იცით აი როგორი ეხა ეს უკვე მოძალადეთა კატეგორიებსაც უკავშირდება, არიან აი ძალიან კარგად შესწავლილი აქვთ ბავშვის ასაკობრივი თავისებურებები. თვითონ ბავშვი ყავთ, რა მოსწონს, რა არის მისთვის აი ესეთი მოწყვლადი ადგილი, რა უხარია. აი ამას ძალიან კარგად სწავლობენ და ზუსტად იციან, როდის რა უნდა უთხრან, რა უნდა შესთავაზონ, манипуляციით ცდილობენ ბავშვთან დაახლოებას და ზოგჯერ არის აი ესეთი ქცევა გავრცელებული. მშობლის თანდასწრებით ხშირად ის ბავშვს ეფერება არასექსუალურად, აი ისე როგორც შეიძლება რომ ბავშვს მოეფერო, ამით ორ კურდღელს იჭერს. ერთი რომ ბავშვთან შედის ნდობაში და მეორე რომ მშობელსაც უსაქვთ და თან რაღაცა ეტაპის შემდეგ უკვე ახერხებს ბავშვთან დაახლოებას. ბავშვისთვის არ არის უცხო ადამიანი, შეიძლება ბავშვი მიენდოს და მერე უკვე იწყება ძალიან ესე თქვათ მძიმე გამოცდილება ბავშვისთვის, რომელიც აბსოლუტურად არათავსებადია მის ასაკთან. კიდე რა არის საინტერესო, გარდა იმისა, რომ ჩვენ ამოვიცნოთ სექსუალურად მოძალადე პიროვნება,
ბავშვის ტიპიური სექსუალური განვითარების თავისებურებები. უნდა ვიცოდეთ, ყველამ უნდა ვიცოდეთ, ყველა მშობელმა, რა ასაკში, რა კითხვა უჩდება ბავშვს, რა ასაკში, რა მოდის წინა პლანზე, რატომ არის ახლა ეს მნიშვნელოვანი. ერთის მხრივ ეს გეხმარება იმაში, რომ შენ მიხვდე, სად არის სახიფათო წითელი, ასე ვთქვათ, ქცევა, რომელზეც უნდა აუცილებლად ირეაგირო და ასე შემდეგ და ამის გარდა ეს ცოდნა გეხმარება იმაში, რომ სწორად ირეაგირო თვითონ ბავშვის ასაკობრივ გამოწვევებს. მაგალითად 4 წლის ბავშვი დასვავს, აუცილებლად დასვავს კითხვას. საიდან გავჩდი? როგორ გავჩდი? უნდა იცოდე ამ კითხვას პასუხი როგორ გასცე და ერთი. ძალიან ესეთი გავრცელებული მითია და ამას ძალიან ხშირად სასამართლო დარბაზშიც მომისმენია. ასეთი დღეს უკვე ნაკლებად ხდება, იმიტომ რომ რაღაც ცოტა მეტი ცოდნა შევიდა მართლმსაჯულების სისტემაში, ყოველ შემთხვევაში აქამდე ასე იყო, იყვნენ გადამზადებული, სპეციალიზებული, ყველა, ასე ვთქვათ, ვინც მართლმსაჯულების სისტემას ქმნის, იქ პოლიციელი, სოციალური მუშაკი, პროკურორი, მოსამართლე, მაგრამ აი მქონია შემთხვევებსაც ამბობენ, რომ ბავშვმა გამოიწვია. ბავშვმა გაუკეთა პროვოცირება და აბა რა იქნა? და ნახეთ ახლა აქ რა საინტერესოა, ეს როგორ უკავშირდება მეცნიერულ ცოდნას. 12 წლამდე ასაკის ბავშვს თავისი ტიპიური განვითარებიდან გამომდინარე შეიძლება ქონდეს კითხვები, ინტერესი, ეძებდეს ინფორმაციას დაუშვათ ინტერნეტში თუნდაც, მაგრამ არ გააჩნია ეროტიკული განცდები. ის ვერავის ვერ გამოიწვევს. ის ვერავის ვერ გამოიწვევს, ანუ სანამ ის პუბერტატის ასაკში ამას ეროტიკული ინტერესი აქვს, მაგრამ ეროტიკული განცდები არ აქვს, ანუ ის ვერავის ვერ გამოიწვევს და რა თქმა უნდა ისედაც ბავშვის ასაკიდან გამომდინარე მას არ შეუძლია შეაფასოს და არათავსებადია ეს მის ასაკთან, მის ცოდნასთან, რაც მას ამ ასაკობრივად, ანუ ის ვერავის ვერ გამოიწვევს. და თუ გამომწვევი სექსუალური ქცევა აქვს, ეს არის ერთ-ერთი ნიშანი იმისა, რომ ბავშვმა რაღაც ისეთი გამოსცადა, რაც მისთვის არის საზიანო. აი, პირიქით, თუ ბავშვს აქვს გამომწვევი სექსუალური ქცევა, ეს უნდა იყოს სიგნალი, რომ ბავშვს დაელაპარაკო, რა გამოცდილება აქვს, რა ცოდნა აქვს ამ საკითხებთან დაკავშირებით, რომ ერთ-ერთი ნიშანი სექსუალური ძალადობის გამოცდილების არის სწორედ გამომწვევი სექსუალური ქცევა, ან მეორე არის რომ საერთოდ დისტანცირება, საერთოდ მე აი ცხოვრების შემდგომ დისტანცირებაში გულისხმობ, რომ აი აბსოლუტური დესექსუალიზაცია, აბსოლუტური მე როცა იზრდებიან, საერთოდ ვერ აწყობენ აი პარტნიორულ ურთიერთობებს და მათთვის ეს არის ძალიან საშიში, სახიფათო ურთიერთობა, ხო აი ესე შეიძლება რადიკალურად განსხვავებული გზით წავიდეს ადამიანის განვითარება. ხა რა სიღრმის ტრამვა, როგორ კვალს ტოვებს, ეს კიდე სხვა საკითხია. ხა უბრალოდ ვაპარაკობთ აი ცოდნაზე, რომელიც ჭირდება. ხა რაც შეეხება პუბერტატის, მოზარდობის ასაკში მყოფ ბავშვს. მოზარდისთვის დამახასიათებელია მოჭარბებული სექსუალობა. ეს ნორმალური, ტიპიური განვითარების მახასიათებელია. ამიტომ ის რომ იცმევდეს გამომწვევად, ხაზგასმას აკეთებდეს თავის დაუშვათ, ხო, აი ეროტიკული განცდებიც აქვს, ამიტომ მისი მოხელთება ძალიან იოლია. აი სიტყვა მოწყვლადი არ მიყვარს, მაგრამ ამ კუთხით ის არის მოწყვლადი. ამიტომ ის ხშირად შეიძლება გახდეს კარგი სამიზნე მისი ცუდად დაინტერესებული ადამიანისთვის და ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული პრობლემა ონლაინ სექსუალური ძალადობის. ონლაინ სივრცეშია ეს პრობლემა გადანაცვლებული და ნახეთ ახლა სამართლებრივად რა ხდება.
16 წლამდე მიუღწეվել პირთან ნებისმიერი ტიპის ურთიერთობა. ქათინაური რაღაცა ისეთი სექსუალიზებული მინიშნება, აღარ ვლაპარაკობ იქ შენ რო დაუშვათ გაუგზავნე რაღაც გრუმინგს ეძახიან ამას, ხო აი შებმა როგორც ადრე ვამბობდით, ხო გრუმინგი, აი დაყოლიების ნებისმიერი მცდელობა არის დასჯადი ქმედება. და ჩვენ მქონდა შემთხვევა, როდესაც 15 წლის გოგონასთან ონლაინ კავშირი ქონდა ზრდასრულ მამაკაცს და ქონდათ მათ ასე ვთქვათ, სქესობრივი კავშირი, რა თქმა უნდა, გაუპატიურებად ითვლება ეს ბავშვის ასაკიდან გამომდინარე და იმის გამო, რომ გარემო იყო აბსოლუტურად როგორ გითხრათ, გაუთვითცნობიერებული, აბსოლუტურად ვერ გაიგო აი ამ ბავშვის საჭიროებები, მდგომარეობა ძალიან ფატალურად დასრულდა ასეთი შემთხვევა. ასე რომ ძალიან ისეთი აი რამდენ საკითხს შევეხეთ და კიდე რამდენი თემა, ხო, მრავალ წახნაგოვანი და ღრმა საკმაოდ სერიოზული საკითხია, რაზეც დღეს ვსაუბრობ და პირველად ვსაუბრობ სხვა შორის მამებთან ამ საკითხზე. დედებთან არაერთხელ მისაუბრე ჯგუფებთანაც და სულ დედები მოდიან. ძალიან მიხარია ახლა ეგ რო თვით. მაგიტომ ვაკეთებთ ჩვენ მამებმაც უნდა ვილაპარაკოთ იმ მსგავსობებზე და იმ პრობლემებზე, რაც რატომღაც დედებს მიეწერება თუ როგორ. ხო, დედის საქმეა თუ რაღაცა. ხო, მამებმა თითქოს არ ავიღეთ ის როლი, რომ შვილის აღზრდაში ამ ფორმით ვიყოთ ჩართული. თითქოს დედებს გადავულოცეთ, რომ დედამ უნდა მიხედოს. თითქოს გოგოს მშობელ მამებმა არ უნდა ვიცოდეთ ის ეტაპები, რაც თქვენ ჩამოთვალეთ, ის სექსუალური განვითარებაც. მე რა სხვა სქესია. იდეალურად ვიცი, ჩემი შვილის განვითარება 13 წლისაა. სხვათა შორის მიშოს დამოყოლილი მაქვს. ბაღში რომ მიდიოდა თუ სკოლაში აღარ მახსოვს, მოკლედ სამედიცინო ცნობა სკოლაში რომ მიგვეტანა და პოლიკლინიკაში სადაც არის აღრიცხვაზე, ყველა ექიმთან მივიყვანა და გინეკოლოგთანაც მიმიყვანა და გინეკოლოგმა დედასაც არის და მეთქი რა დედა რატო? არა, გოგონა რომ მოიყვანა, დედა არ უნდა იყოს უაქო და მეთქი მამა ვარ. არა, არ მინახავს ასეთი რამე კითხვა რომ მქონდეს, მეთქი მამა ვარ და მკითხეთ. და მართლა მანამდე რაღაც პრობლემა მქონდა და ის ყველაფერი რომ ვაიმე მე ბოდიშიო რომ ასე და ანუ იმდენად უცხო იყო მამასთან ერთად გოგონას მისვლა, ვერც დაუშვა. და არ უნდა იყოს ასე. ხო, რა თქმა უნდა, არის რაღაც საკითხები ალბათ, სადაც შეიძლება იყოს, ხო, ისეთი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ზუსტად აი ეს, რომ გოგონას დედა ელაპარაკოს, ბიჭს მამა ელაპარაკოს, სათვალ შეიძლება დედა ვაჟიშვილს დაელაპარაკოს, მამა ქალიშვილს დაელაპარაკოს, რა თქმა უნდა, რაღაცა გარკვეული ის იქნება, ხო, და ეს თავისთავად ურთიერთობაში ძალიან კარგად გვარდება ხოლმე, როცა კარგი ემოციური კავშირია ბავშვებსა და მშობლებს შორის. ეს არის მთავარი. კარგი ემოციური კავშირის ქონა. რაც თქვენ ბრძანეთ, თითქმის ყველა გადაცემაში რაღაცა ფორმით შევხვდივართ, რომ მშობელთა რო გახსნილია ბავშვი, რა კარგ შედეგს აძლევს, რომ რაც ბრძანეთ მართლა, რომ აი დამარცხების აღარ ეშინია ბავშვს და აღიარების, რომ რაღაც შეეშალა. და აღარ მალავს თუნდაც იმ პრობლემას, რომ რაც წამიკითხავს პედოფილების უმრავლესობა და მოძალადეების უმრავლესობა, აშინებს მოზარდს, რომ შენ თუ ამას შენ მშობელს ეტყვი და როდესაც ბავშვს მშობელთა რაღაცა შიში აქვს და ვერ არის გახსნილი, ის მოძალადეც ამას ეუბნება, უკვე ამას აღარ აღიარებს და შეიძლება პრობლემა. ერთ-ერთი იარაღია მის ხელში და თუ გვინდა რომ გადავაიარაღოთ, აი პრევენცია არის კარგი ემოციური კავშირი ბავშვსა და მშობელს შორის. ჩემი კარი მუდამ ღია, როცა გინდა მოდი. მე ყოველთვის მოგისმენ. კარგი აი როგორ გითხრათ, კონტეინერი უნდა იყოს. შენი შვილის დამტევი, დატევა უნდა შეგეძლოს. ხო, ვერ ვიტებ ჩვენ ხშირად ბავშვებს, რა ვიცი, აი თუნდაც ელემენტარული რაღაცა ემოციური პრობლემა და ჩვენ უფრო მეტად შფოთავთ ან უარყოფთ ან არ ვთვლით რომ მნიშვნელოვანია და ამ დროს ბავშვისთვის შეიძლება საცოცხლოდ მნიშვნელოვანი. მოკლედ ეს ხო ძალიან დიდი თემა და მართლა ძალიან მიხარია რომ მამებს ვესაუბრები და არა დედებს. თქვენი სიტყვები ჩვენ მიხარია.
ქალბატონ მაია წერან ჩავინიშნე და მინდა გკითხოთ, როდესაც ძანეთ რომ სიგნალი უნდა იყოს, როდესაც ვიღაც ბავშვის მიმართ გამოხატავს არაბუნებრივ ინტერესს, აი თქვა დავიტოვებ, საჩუქრები დანებებს და ასე შემდეგ. თუ იგივე სქესის ადამიანი გამოხატავს სიგნალს პირობითად გოგონას მიმართ, მეზობელი ქალი, ნათესავი ქალი, ამ ბიჭის მიმართ მეზობელი კაცი, ნათესავი კაცი ესეც სიგნალია, ესეც სასიგნალო უნდა იყოს. უფრო მეტნი ყოველთვის არიან მამაკაცები, თუმცა 2% სექსუალურ მოძალადეებს შორის არიან ქალები, შეიძლება მეტიც იყოს, თუმცა გამოვლენის თვალსაზრისით რთულია, იმიტომ რომ აი უფრო ბუნებრივად აღიქმება, როდესაც ქალი ეფერება ბავშვს, ვიდრე კაცი, ხო და შეიძლება ამან ეჭვები გააჩინოს. სტატისტიკურად ძალიან დაბალია მაჩვენებელი, მაგრამ ნებისმიერი ასეთი ინტერესი, არაჯანსაღი, გადამეტებული ინტერესი უნდა იყოს ჩვენთვის რაღაცა ესეთი, არ აქვს ამას მნიშვნელობა. თუმცა აი ბუნებაში, ხა მე პირადად ძალიან დიდი პრაქტიკა მაქვს სექსუალურ ძალადობის შემთხვევებზე მუშაობის და მქონდა მხოლოდ ერთი შემთხვევა, როდესაც ქალი იყო სექსუალურად მოძალადე. გოგონაზე იყო თუ ბიჭზე? გოგონაზე. ამ ხალხს ვერ ნახულობთ იმ მოძალადეებს და ჩვეულებრივი არიან, არ ვიცი რაღაცა ნიშანი შეიძლება იყოს რომ მივხვდე. აი ეს ახლა უკვე ჩვენ ვეხებით ძალიან ისეთ მნიშვნელოვან საკითხს. ზოგადად მედიაში გავრცელებული ტერმინი პედოფილიის შემთხვევა, პედოფილიის პრობლემა ესე მოიხსენიება. რა მინდა ვთქვა, რომ ყველა პედოფილი არ არის სექსუალურად მოძალადე, ისევე როგორც ყველა სექსუალურად მოძალადე არ არის პედოფილი. და თუ შევხედავთ სტატისტიკა როგორია, სადღაც მესამე თუ მეოთხე ადგილზე არიან ის ადამიანები, რომლებსაც აქვთ ეს სერიოზული პათოლოგია, გადახრა და ვინც არის ბავშვით და ანუ ბავშვისადმი ვისაც აქვს ლტოლვა და ვისაც ქვია პედოფილი. ეხლა ვინ არიან იქამდე? პირველ ადგილზე არიან ადამიანები, რომლებმაც თავად გამოსცადეს სექსუალური ძალადობა. ეგეც მქონდა გვაქვს. სტატისტიკურად მას შესაძლოა ბავშვი როგორც ობიექტი არ იზიდავდეს, მაგრამ ყველაზე ხშირად ძალადობენ ისინი ბავშვებზე. არ არის პედოფილი, მაგრამ მისი ეს ტრამბული გამოცდილება, ნახეთ როგორი საინტერესო საკითხი, რამხელა მნიშვნელობა აქვს პრევენციას და რამხელა მნიშვნელობა აქვს, როდესაც ასეთი შემთხვევა ხდება, თვითონ უშუალოდ ბავშვთან მუშაობას. ძალიან ესე ადამიანები, რომლებსაც გამოსცადეს, ადამიანები, რომელსაც აქვთ გარკვეული პრობლემები ამ კუთხით და ვერ, ასე ვთქვათ, არ იზიდავს ბავშვი, მაგრამ თავისი ასაკის ადამიანთან ვერ ახერხებს ურთიერთობას. ეხლა ესეც რა საინტერესო პრობლემაა და როგორ უკავშირდება გარკვეულ სტიგმას, პრობლემას, რომ აი მაგალითად კაცი არ წავა სექსოლოგთან, არ გაესინჯება, ხო, რაღაც პრობლემა აქვს. და ამ შემთხვევაში სტატისტიკურად ესენი უფრო ხშირად ხდებიან მოძალადეები, ვიდრე პედოფილები და ასევე ადამიანები, რომელსაც აქვთ გარკვეული ფსიქოლოგიური პრობლემები, აი ამ ძალადობრივი გამოცდილების საფუძველზე და ზოგადად ორი ტიპის სექსუალური მოძალადე არიან პრეფერენციულები, რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ ბავშვს და არიან მოძალადეები, მას ეძახიან სიტუაციურ მოძალადეს, ჩაუვარდა ბავშვი ხელში, მოიხელთა ბავშვი, დაბალი მორალი აქვს, ან რაღაცა ესეთი ფსიქოლოგიური, მე არ ვამბობ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემას, სხვა ტიპის პრობლემები, სექსუალური და ასე შემდეგ და მორალის დეფიციტი აქ არის მთავარი, რატომაც არ არიტყვის უარს. ნახეთ, აღმოჩნდა დაუშვათ ბავშვი მის გვერდით, არის ნასვა მდგომარეობაში, აბსოლუტურად არ უშლის მორალი ხელს და უარს არ იტყვის და რაღაც აი
როგორ გითხრათ, ყველაზე წამყვანი მაინც ამ საკითხში არის მორალი. რატო? მე მიმუშავე ადამიანთან, რომელსაც ქონია პრობლემა პედოფილიის, მაგრამ არასოდეს არც ოჯახის შექმნა, არც ესეთი პროფესია აირჩია, ყველანაირად თავი არიდა და იყო ძალიან მძიმე მდგომარეობაში და მისთვის ეს იყო ძალიან მძიმე ტვირთი. ასე რომ არ არის ესეთი ცალსახა. ამ ადამიანს ჰქონდა მორალი ხო და სპეციალურად აკეთებდა ისეთ საქმეს, რომ ბავშვებთან კონტაქტი არ ჰქონდა კონტაქტი, ოჯახი არ შექმნა, დისტანცირდა აბსოლუტურად. ასეთი შემთხვევები არსებობს. ანუ ყველა პედოფილი არ არის სექსუალურად მოძალადე, ისევე როგორც ყველა სექსუალურად მოძალადე არ არის პედოფილი, ბატონო. ძალადობის ხვერპლი იყო და იმიტომ ჭირდა ეგ თუ? არა, ეს უკვე არის სპეციფიკური სექსუალური განვითარების რაღაცა, ასე ვთქვათ, ძალიან ისეთი თემაა, ხო, ანუ ხო, პათოლოგია, ასე ვთქვათ, გადახრა და ობიექტად მისთვის მიმზიდველი ობიექტი არის ბავშვი. ეხლა ნახეთ პრეფერენციული მოძალადეები, ანუ ის ვინც ბავშვს ირჩევს სექსუალურ ობიექტად, ესენიც რამდენიმე კატეგორიად იყოფიან. არიან ეგრეთ წოდებული მაცდუნებლები და აი მე რაც აღწერე წეღან, რომ აი ცდილობს დაუახლოვდეს, ბავშვს კარგად იცნობს, კარგი კომუნიკაციის უნარები აქვს და კარგი კომუნიკაციის უნარებს წყალებში ჩავსვავ, ანუ საამისოდ მანიპულირებს ჩუქრებით, დაშინებით, შანტაჟით, სხვადასხვა მეთოდით, ასე ვთქვათ, აი ეს მაცდუნებლები. მეორე კატეგორია პრეფერენციულებში არის უფრო არა აქვთ ისეთი კომუნიკაციის უნარები და ნახეთ ეს რომელი ხალხია, აი რომლებიც ხშირად სპორტულ მოედანზე, სკოლის შესასვლელთან, აი ესეთ ადგილებში ცდილობენ, რომ ბავშვი გამოიჭირონ. აი გავრცელებული შემთხვევებია, ხო? აი წამოდი, მაგალითად, აი აქ ძაღლი არის ცუდად გაიტყუებს ბავშვს, ესეთი ტიპები და მესამე კატეგორია ეს არის სადისტი, ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც არა მარტო ბავშვთან სექსუალური კონტაქტით იღებენ ძალადობრივი და ხშირად კვლელობით მთავრდება ასეთი შემთხვევები და ასეთი შემთხვევებიც ყოფილა საქართველოს სინამდვილეში. ასე რომ სხვადასხვა კატეგორიის სექსუალური მოძალადეები გვყავს. ეხლა ზუსტად ეგ უნდა მეკითხა ეს ყველაფერი საქართველოში ხდება თუ რაღაც მაგალითები სხვა ქვეყნების მაგალითები და თქვით კიდევაც რომ საქართველოში. ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში იყო ადამიანი, რომელიც სასჯელმოხდილი იყო, გამოსული იყო და როცა დააკავეს, მოკლა ეს ბავშვი, გაუპატიურა და მოკლა, როცა დააკავეს, მის ტელეფონში აღმოჩნეს უზარმაზარი მასალა იმ ბავშვის ფოტოების, როგორ ასე ვთქვათ, რაღაც გარკვეული პერიოდი მუშაობდა იმაზე, რომ ეს ბავშვი მოეხელთებინა. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ბავშვი იყოს რაღაცნაირად, აი როგორც ქუჩაზე გადასვლის წესებს ვასწავლეთ, ხო ბავშვს. აი ესე ვასწავლოთ. აი მოდის შენთან უფროსი ადამიანი. და გეუბნება, რომ აი გამომყევი, აი ხა ბავშვის ამით შეტყუება, ძაღლი, ხო, ბავშვებს როგორ უყვართ და შეიძლება გააყო ეს ბავშვი, ხო? ნახე, თან კიდე ჩვენ ახლა აქ და რას ვასწავლეთ ბავშვებს? დაუჯერე უფროს ნუ ეპასუხები. როგორი დამღუპელი შეიძლება ეს აღმოჩნდეს? პირიქით ბავშვს უნდა აასწავლო, რომ არა თქვი. არ გინდა რაღაცის თქვი, არა. მოვიდა ვიღაცა, გეუბნება, რომ აი გამომყევი. უთხარი რომ არ მინდა, ვერ გამოყვები, არ გიცნობ. არასდროს უცხო ადამიანს არ გაყვე. არ დაუჯერო. მე ხა ის შეიძლება კიდე შეგეშინდა სხვადასხვანაირად, აი რომ რაღაც შენ ცხოველები არ გყვარებ, მე მეგონა რომ ცხოველები გიყვარდა ან რაღაცა და აი ამით რაღაცნაირად აი ბავშვის
ანკეტზე წამოგება. საყურადღებო კიდე იცით რა არის? როდესაც ჩვენ ვხედავთ, აი თქვენ ვერ წარმოიდგენთ ახლა მე რამდენი ისტორია მაქვს მოსმენილი. აბა იქნება დარწმუნებული. ჩემი ასაკი, ჩემზე პატარა, ჩემზე დიდი ქალებისგან, რომლებსაც სექსუალური შევიწროება გამოუწიათ, აი თქვენ ქალს ვერ იპოვით. ქალს ვერ იპოვით, თუმცა სექსუალური შევიწროება არ განუცდია. ტრანსპორტში, ახლა სექსუალური შევიწროება კიდე სხვა ტიპის მოვლენაა. ფიზკულტურის დარბაზში, ხო, სპორტულ საცურაო აუზზე. ნახეთ, ყოველთვის უნდა იყოს ყურადღებით მშობელიც და ის ადამიანიც, ვინც აი ამ როგორ გითხრათ, სააღმსდელო თუ სპორტულ თუ გამაჯანსაღებელ იმას ქმნის, ხო? ვინ აყავს სამსახურში? აი როცა შენ ხშირად მოკარ დირექტორი ხარ, მაგრამ ხო ძალიან პრაქტიკული საკითხია. ხელმძღვანელი ხარ და აი ერთ-ერთ შენ თანამშრომელს ხედავ ძალიან ხშირად გოგოების გასახდელთ. აი იქ სადაც ის არ უნდა იყოს, თუნდაც ბიჭების გასახდელი იყოს. ანუ მას იყოფნა არ ევალება და უცებ იქ არის. რატომ გამოვიდა, აი ხა ზუსტად ერთ-ერთი შემთხვევა იყო, რომ აი ხშირად ვხედავდითო სკოლაში აი ფიზკულტურის სპორტის მასწავლებელს გოგოების გასახდელთან ტრიალებდა და ხშირად დაგვინახავს რომ იქიდან გამოდის. ეს უკვე სიგნალია. რა უნდა, რატო შედის იქ, ხო? ძალიან ბევრი ნიუანსია, რაც უნდა იცოდეს ყველა ადამიანმა, ვინც თავის თავზე იღებს, მაგალითად ბანაკი ავიღოთ. სპორტული, ეგრეთ წოდებული შეკრებების ბორებს რო ეძახიან, ხო? ძალიან ბევრი შემთხვევებია. კი, ჩემ მეგობარს ჰქონდა. მასწავლებლისგან უფროსი, ნახეთ, ეხლა კიდე მეორე საკითხი. ერთ-ერთი ნიშანი, როდესაც ბავშვმა განიცადა ამ ტიპის ძალადობა, არის დამაზიანებელი საზიანო სექსუალური ქცევა. ძალიან ბევრია ხოლმე კიდე ესეთ შემთხვევები. მაგალითად, გირეკავს მშობელი, ან სკოლიდან გირეკავენ, რომ აი ჩვენ ნახეთ სკოლის ავტობუსში, ან სპორტულ დარბაზში, ან რომ აი ერთი ბავშვი მეორე ბავშვს აიძულებს რაღაცა ტიპის ეს იმიტაციური ურთიერთობას. აქ ისეთი არასწორი ნაბიჯების გადადგმა ხდება ხოლმე. ჯერ აი ამ ბავშვის, რომელიც ასეთი ტიპის ქცევას ახორციელებს, აბსოლუტური დემონიზება, იარლიყის აი ბავშვი ჭირდება დახმარება. პირველი რაც უნდა გააკეთო, გამოკითხო ბავშვი, გამოკითხვაც უნდა იცოდეს ადამიანმა, ვინც ბავშვთან ამაზე საუბარს დაიწყებს, რომ გაარკვიო რა შეა საქმე, საიდან ბავშვს ეს ქცევა. ეს არის ერთ-ერთი, აი როგორ გითხრათ, ნიშანი, სასიგნალო ნიშანი, რომელსაც ბავშვი იძლევა, რომელსაც ის ცდილობს თავისი პატარა ასაკით, ან ფიზიკურად, ან უცნობი ბავშვის ასეთ ურთიერთობაში ძალადობრივად ჩართვას. ეხლა ნახეთ კიდე სად შემოდის სექსუალური განათლების საკითხი. ბავშვებს ახასიათებთ სექსუალური თამაშები. და ეს ტიპიური განვითარების ნაწილია. მაგრამ როდესაც გვაქვს საზიანო ქცევა, უნდა შეგვეძლოს ტიპიური სექსუალური თამაშის და ამ საზიანო ქცევას ერთმანეთსგან გამიჯვნა. ეხლა როგორ შეიძლება შეუძლებელი იქნება? ბატონო? შესაბამის ცოდნის გარეშე შეუძლებელი თუ არა ძალიან რთული. რა თქმა უნდა და ამიტომ ვიძახი რომ მასწავლებელი, ბაღის აღმზრდელი, სკოლის დაწყებითი საფეხურის თუ შემდგომი, მშობელი, თუ ბავშვი სახელმწიფო ზრუნვაშია, ხო, მცირე საოჯახო ტიპის სახლში, ყველამ უნდა იცოდეს ამის შესახებ. ამ ცოდნის გარეშე ჩვენ ვერ დავიცავთ
ბავშვებს. აი მაგალითად, როდესაც ეს არის ტიპიური ბავშვური თამაში, იქ ბავშვს რო თვალს მოკრავ და შენიშვნას მისცემს, დაირცხვენს ორივე ბავშვი, გაწითლება და როცა წესი ისე დაელაპარაკები, როგორც უნდა დაელაპარაკო, ხო? და რა ვიცი, შეიძლება საშინელ დღეში ჩააგდონ ცემონ, ან ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა, ეს ქცევა აღიკვეთება. და არავის არ აქვს უფლება, თუნდაც თამაში, თუნდაც შენი თანატოლი სხეულზე გეხებოდეს. ჩვენ ვიცავთ ამ წესებს, მან უნდა იცოდეს, აი საიდან შემოდის ეს სოციალური ნორმები. ჩვენ ხო შემოგვაქვს ამ სფეროშიც გარკვეული ნორმების მიწოდებაა ბავშვისთვის საჭირო. არა ისე როგორც ჩვენ ვაწვდით, არამედ ასე, ხო, განათლებით ბავშვთან სწორი საუბრით. ეხლა როცა დამაზიანებელი სექსუალური ქცევაა, იქ თქვენ ხედავთ, რომ ერთ-ერთი, ვინც მსხვერპლის როლში აღმოჩნდა, შეიძლება ტიროდეს, ან იყოს ძალიან გაბრაზებული, ემოციურად ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, ან შეიძლება ნახეთ, კიდე ერთი საინტერესო რაც აქვს ზოგადად აი ტრამბულ გამოცდილებას. ტრავმა მიცეს ხშირად გაშეშება, დამუნჯება და ყველაზე მეტად, რასაც ასეთი ტიპის გამოცდილება იწვევს ადამიანში, ეს არის სიჩუმე. ეს არის ჩუმი დანაშაულების კატეგორიაში გადის. ახლა რატო შემოვიტანე ეს თემა, რომ ბავშვი ტიპიური მდგომარეობა როგორიც აქვს, იმისგან განსხვავებული ხდება ამ ეპიზოდში, როდესაც მასზე უფროსმა ბავშვმა, ან მასზე ფიზიკურად ძლიერმა აიძულა, ძალით გახადა და რაღაცის იმიტირებას ცდილობდა. რადიკალურად განსხვავდება ეს ორი სიტუაცია ერთმანეთისგან. ზოგჯერ შეიძლება იდენტიფიცირებისთვის სპეციალისტის დახმარებაც და რეკომენდაციის აღებაც იყოს საჭირო. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერ სასწავლო დაწესებულებაში ყველას უნდა კონდეს კომპეტენცია ასეთი, თუნდაც აი მაგალითად როგორ ამოიცნო, რომ ბავშვს, მე არ ვლაპარაკობ მხოლოდ სექსუალურ ძალადობაზე, რომ ბავშვს აქვს ტრამბული გამოცდილება, მშობელი ხარ, მასწავლებელი ხარ, ბაღის აღმზრდელი ხარ, როდესაც ხედავ რადიკალურ ცვლილებას. აი, ყველაზე თვალსაჩინო სკოლაში რაც არის, ბავშვის აკადემიური პროფილის შეცვლა. სწავლობდა, აღარ სწავლობს. იმიტომ კი არა, რომ აღარ აინტერესებს, იმიტომ რომ აღარ შეუძლია. იმიტომ რომ ტრამბული გამოცდილება, ეხა ეს უკვე ნეირობიოლოგიის საკითხებია, იწვევს კოგნიტური ფუნქციების შესუსტებას, ქერქი ხშირად გამოსულია მწყობრიდან, ანუ წამყვანი ხდება ემოციური ტვინი, რომელიც მუდმივი განგაშის და მუდმივი შფოთვის მდგომარეობაში არის, ამიტომ ბავშვი ვეღარ კონცენტრირდება. მეხსიერება შევიწროებული აქვს, მეხსიერების პროდუქტიულობა დავარდნილია, აღქმის პროდუქტიულობა დავარდნილია, კითხულობს და ვერ იგებს, გიყურებს და ვერ გხედავს, ზოგჯერ დისოცირებს. ასე რომ, აი ნებისმიერი ესეთი რადიკალური ცვლილება აკადემიური, ნებისმიერი ემოციური მძიმე ცვლილება, მხიარული კონტაქტური ბავშვი იყო, ჩაკეტილი გახდა, დაბნეული გახდა, ხშირად თითქოს აქ არის, მაგრამ ფიზიკურად აქ არის, მაგრამ აქ არ არის დისოციაცია. დისოციაცია ყველაზე უფრო ისეთი მიმანიშნებელია, რომ ბავშვმა რაღაც ცუდი გამოსადა. არ არის აუცილებელი, რომ ეს სექსუალური ძალადობა იყოს, შეიძლება სხვა ტიპის ტრამბული გამოცდილება იყოს. ასე რომ, რა ვიცი, ხა ხო არ ვედები აქეთ-იქეთ თემებს, ძალიან საინტერესო. მაგრამ აი ბევრი, როგორც ვთქვით, ბევრი წახნაგი აქვს ძალიან ამ საკითხს. ბევრი კუთხიდან შეიძლება ამაზე საუბარი. მაინც მშობლის როლია ამ შემთხვევაში ერთ-ერთი
თავარი თუ არა ერთ-ერთი უმთავრესი ხო, რა თქმა უნდა. მშობელმა შეატყოს, მშობელმა ან მეურვე ვისთანაც ბავშვი იზრდება, რომ შეატყოს ის სასიგნალო მაჩვენებლები და მე შესაბამისი რეაგირება მოახდინოს, რომ ზუსტად ის ტრამვა არ მიიღოს ბავშვმა, რომელიც უკვე როგორც ბრძანეთ, დასრულებასაკ შეიძლება მე ამ ტრამვის საფუძველზე თვითონ გახდეს მე მოძალადე. და ყველაზე ცუდია. ყველაზე ცუდი კითხვა, რაც შეიძლება დასვას, შეიძლება ძალიან ბუნებრივად წამოგივიდეს მშობელმა, რომ შეატყო, გაიგო, შეესწრო რაღაცას, რატომ აქამდე არ მითხარი? ეს ყველაზე ცუდი კითხვა, ამ კითხვის დასმისგან უნდა თავი შევიკავოთ მაქსიმალურად. რატომ? იმიტომ რომ თვითონ რატომ აქამდე არ მითხარი, იძლევა გარკვეულ მინიშნებას იმაზე, რომ შენ ხარ დამნაშავე. და სხვა შორის ხშირად მოძალადე ზუსტად ამაზე მუშაობს, რომ ბავშვი თითქოს და თანამზრახველია. მე მახსოვს ერთი ახალგაზრდა ქალი, რომთანაც ვიმუშავე და ბავშვობაში გამოსცადა სექსუალური ძალადობა, მოძალადე ეუბნებოდა, ეს აღარ უნდა გავაკეთოთ. ანუ რას უნერგავდა ამით? და ეხლა ნახეთ, ასეთი ბავშვისთვის თუ მან გაბედა, ხო ვთქვი, რომ ჩუმია, იმიტომ რომ ეს გადუმებს, გამძიმებს, ბევრი რაღაცის და ამასაც ვიტყვი, რატო გამძიმებს, რატო ვერ ლაპარაკობ ამაზე, ხო? წარმოიდგინეთ, რისთვის მოამზადა ეს ბავშვი, რომ არასოდეს ხმა არ მოეღო. რატო? იმიტომ რომ ამით იწვევს ბრალეულობის განცდას ბავშვი, აძლიერებს სირცხვილის განცდას და ბავშვი არის დადუმებული. ხშირად ბავშვი ისეთ ასაკშია, რომ არ იცის რა თქვას. როგორ თქვას ისიც არ იცოდინება ალბათ. იმდენად გაუკვირდება. როგორ თქვას და საერთოდ ყველაზე შოკის მომგვრელი რაც ყოფილა ჩემთვის. ყველაზე შოკის მომგვრელი. როდესაც ესეთი რაღაც მომისმინე, რომ კლასელსო მოუყევიო, რომ ჩემი მამინაცვალი ასე და ასე მიკეთებს და შენ როგორ გიკეთებსო? და არ დამავიწყდებაო ამ ბავშვის შეშინებული სახე. გავარდაო, ძალიან პატარა იყო და თავზარი დაეცა იმ ბავშვს, მაგრამ ამ ბავშვისთვის ეს იყო ნორმალი. ამას ეგონა, რომ ეს ურთიერთობა, ეს ყველაზე ტრაგიკული შემთხვევა. ასეთი შემთხვევებიც არსებობს, როდესაც ბავშვს გონია, რომ ეს არის ნორმალური. და მე შემთხვევით იგებს, რომ თურმე ეს ასე არ უნდა იყოს. ყველაზე წამყვანი ემოციურ მდგომარეობაში კითხვა რატომ? რატო არ უნდა დასვა? ჩვენ სპეციალისტები ყოველთვის მუშაობთ ყველაზე მძიმე განცდაზე, რაც არის დანაშაულის და სირცხვილის განცდა, რაც არის ტრამვირებული ადამიანის მთავარი მახასიათებლები. ყოველთვის ტრამვირებული ადამიანის ბუნებაა. ბუნებაა მისი, რომ ის თავის იდანაშაულებს. ამაზე მოძალადეც უწყობს ამას ხელს, თუნდაც ოჯახში ძალადობა იყოს. იცით, რამდენი ქალი ფიქრობს, რომ ვიმსახურებდი, რომ დამარტყა. ხო, ალბათ ცუდი ვარ და იმიტომ მომექცეო და ასე ბავშვი ფიქრობს. ალბათ ჩემში რაღაცა გარყვნილი ცუდი დაინახა და იმიტომ მომექცა. ალბათ არ უყვარდი და ბევრნაირი ახსნა აქვს. ეს არის ერთ-ერთი მახასიათებელი. ამიტომ კითხვა რატომ არ უნდა დაისვას და მე მომისმენია სასამართლო დარბაზშიც. რატომ არ გაუწიე წინა? რატომ არ თქვი? თქვენ არ მოგისმენიათ, როცა სოციალურ ქსელში რომელიმე გახმაურებული შემთხვევის განხილვა მიდის, ხო? სად იყო აქამდე? და მე ხა სულ ამბობ ამას და აქაც გავიმეორებ, რომ რატო ვიმეორებ, იცით? იმიტომ რომ ეცმოდეთ ადამიანებს. მაგალითად ერთ-ერთი ქალის ნათქვამს, რომ მთელი ცხოვრებაო როგორც გვამს, ისე დავატარებდი საკუთარ თავს. ამ ამბის მერე. მე
არ შემეძლო ამაზე ლაპარაკი და მე ესე მოვედი აქამდე. ასე რომ სხვა ომში ბრძენიაო და ხო ჩვენ გვიყვარს ეს დაშეიმინგება, ხო შერცხვენა ერთმანეთის, ხშირად ვართ არა მსხვერპლის, არამედ მოძალადის მხარეს. ძალიან ისეთ საინტერესო ფენომენია, ხო? და ესეც აი სხვა შორის ძალიან ისეთი რაღაცა არის. გინდა კულტურულ დონეზე ვილაპარაკოთ, გინდა სოციუმის, საზოგადოების თემის დონეზე ვილაპარაკოთ, როდესაც ასეთი მაღალია ტოლერანტობა მოძალადის მიმართ. ეს არის კიდე ერთ-ერთი მთავარი პირველი ნიშანი ძალადობრივი გამოცდილების. აი, როდესაც მე ვხედავ ქალს, რომელიც არ მოიშიშვლებს ხმალს, ასე ვთქვათ, და არ გამოდის ქალის დასაცავად, გული მიკვდება, იმიტომ რომ ყოველთვის ვხვდები, რომ აი ამ ქალის მიღმა არის ძალადობა. ხო, ძალადობის გამოცდილება, იმიტომ რომ მოძალადესთან იდენტიფიცირება, როდესაც მასთან შენ ძალიან დიდხანს გიწევს თანაცხოვრება, ხო? გარკვეულწილად იწვევს იდენტიფიცირება ხდება და ეს იწვევს გაშინაგნებას იმ ძალადობრივი ქცევების, ნორმების, ფასეულობების, რომელიც აქვს მოძალადეს. ამიტომ ის რომ ჩვენ ხშირად დგავართ მოძალადის მხარეს, ძალიან ბევრ ამის ამბობს ჩვენს ძალადობრივ ტრამბულ გამოცდილებას. ზედმეტად მძიმე თემა ვირჩიეთ ხოლმე. ძალიან მძიმე, მაგრამ ძალიან აუცილებელი. ხო, იმოქმედა ძალიან და ბევრია სალაპარაკო ამ ამბავზე რა. $19 წლის ვიყავი ქალბატონმაია მეტროთი მგზავრო. ვიღაც წვერებიანი ბიძაკაცი, რაღაც მაშინ ბუშლატები იყო ხოლმე. სამხედრო რაღაცა ეცვა მოკლედ. უნივერსიტეტში მივდიოდი და მასთან მიყუდებული ვარ მეტროში ვაგონში და ფეხებს შორის და მიყურებს ესე. ვერ წარმოვიდგენდი ეგეთა, ეხლა ჯუადება და მე არ გამახსენდა. რომ ახსენდება ის განცდები რაღაცა ის შიშის ხნობა დღემდე მახსოვს და მე წარმოვიდგენია არ ვიცი. თუმცა ეს პერმანენტულად ხდება. და როცა კიდე უფრო პატარაა ბავშვი, 19 წლის მაინც შედარებით დიდი ასაკისაა. ისეთი მძიმე ისტორიებია, ძალიან მძიმე და ძალიან რთულია ხოლმე რაღაცნაირად. იცი რა არის, აი ჩემს პრაქტიკაში იყო შემთხვევები, როდესაც მაგალითად ხელი ჩამიქნევია როგორც სპეციალისტს. იმდენად უკვე რესურსებ გამოცლილია, იმდენად დანგრეულია ადამიანი, რომ მე პირადად მე ვერ მოვრევი ვარ და გამიშვია, რომ იქნება ის სხვა ყოფილა ასეთი შემთხვევები. ზოგჯერ ისეთი ღრმა არის ჭრილობა, ისე ხო აქ მნიშვნელობა აქვს კიდე სხვა გარემო ფაქტორებსაც, სხვა დამცავი ფაქტორი. ერთი ადამიანიც რო ყავდეს ბავშვს, ადამიანს, რომელიც მისი გულშემატკივარია, ან ერთი რესურსი მაინც რო ქონდეს, მაგალითად მაღალი ინტელექტი, ან რაღაც უკვე კარგია, რომ გადარჩა, ხელჩასაჭიდია და არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც აი გული რო გიკვდება, რომ არაფერი აღარ არის და ძალიან რთულია. ქალბატონო მაია, ცოტა რთული კითხვაა ჩემთვის, მაგრამ მაინც უნდა დავსვა. მშობლისგან, მამისგან თუ ყოფილა ძალადობა შვილები? ძალიან ბევრი. მამინაცვლისგან არა, აი ბიოლოგიური მამისგან. ბიოლოგიური. სექსუალური ძალადობა. კი ბატონო. მეგარი. მამისგან, ძმისგან, ბაბუისგან. კი. და იცით რა არის? რატო არის სამართლებრივად ჩარევა ძალიან მნიშვნელოვანი. ეს ყველამ კარგად უნდა გაიაზროს, იმიტომ რომ ყოფილა შემთხვევა, როდესაც გოგონა მამისგან გარყვნილი ქმედება. არა გაუპატმა, აბსოლუტურად არა აქვს ბავშვისთვის მნიშვნელობა.
აბსოლუტურად არა დამაზიანებელია ნებისმიერი ესეთი ქმედება ბავშვის სხეულთან შეხება სექსუალური მით უმეტეს ოჯახის წევრის და მით უმეტეს მამის მიმართ რომელიც ვერ გაცხადდა რომელიც ამ ოჯახის მასში მოიხარშა დედამდე არ მივიდა ხო და ატარა ამ ადამიანმა მთელი ცხოვრება და მერე აღმოჩნდა მსხვერპლი მისი ოჯახის სხვა წევრი მისი შვილი და აი როდესაც ოჯახში არის ასეთი შემთხვევა თუ გვინდა რომ ეს ჯაჭვი გაწყდეს აუცილებელია სამართლებრივი რეაგირება ხშირად მამა და ხომ ვერ ვიტყვი დედა ჩემი მოკვდება გადაყვება ამ ამბავს ბევრი ბარიერია და გასაგებია მაგრამ იმის რომ არ მოხდეს აი ამ ქმედების თაობიდან თაობაზე გადატანა აქ სამართლებრივი რეაგირება არის ძალიან მნიშვნელოვანი და ზოგადად ადამიანისთვის რომელსაც მეორე ადამიანმა ზიანი მიაყენა მისი რეაბილიტაციისთვის ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია სამართლებრივი რეაბილიტაცია აი თუ ეს ერთად მიდის ჩვენ გავდივართ ძალიან კარგ შედეგზე ანუ ის რო დაისაჯოს? როგორ? რო დაისაჯოს მოძალად. რა თქმა უნდა. ოჯახში ძალადობასაც მინდა რომ შევეხოთ. ეგეც ძალიან ბევრია ჩვენ ქვეყანაში. და დედების ხშირად პოზიცია არის ხოლმე რომ ბავშვს მამის გარეშე ხო არ დაუტოვებ. უნდა ბავშვს მოძალადე მამა და დაჩაგრული დედა. ამაზე არ ფიქრობენ ხოლმე და თქვენგან მინდა რომ მოისმინონ რას აძლევს ბავშვს როცა ხედავს რომ მამა ძალადობს და როცა ხედავს რომ დედა სულ გალახულია ან გალანძღულია და ასე შემდეგ. ხო, ეგ ძალიან დამაზიანებელია და ძალიან ეს სწორად უნდა ხოლმე. ზოგჯერ აი ესეც იხარშება თითქოს ოჯახის შიგნით, განქორწინება არ ხდება და კარგად უნდა დაფიქრდნენ მშობლები რა, როდის უფრო მეტად ზიანდება ბავშვი. როდესაც ამ მუდმივ სკანდალებს უყურებს, თუ მაშინ როდესაც შეიძლება ერთად არ ცხოვრობენ ეს ადამიანები, მაგრამ ბავშვი დედაც ყავს და მამაც ყავს, ხო? და აი ეს უსაფრთხოების და ემოციურად დაცულობის გარემო შენარჩუნებულია. ხო, აი რამდენ ადამიანს უთქვამს, რომ მამაჩემის ფეხის ნაბიჯების ხმაზე უკვე შეშდებოდი. ვიცოდი, რომ სკანდალი დაიწყებდა. დედაჩემი რო წამოდგებოდა და კარს გააღებდა უკვე ხვდებოდი, რომ ის ახლა ნასვამი მოვიდა, ეს რაღაცას ეტყოდა და სკანდალი დაიწყებდა. ამას რა თქმა უნდა ჯობია, რომ ეს ადამიანები ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ, მაგრამ ხშირად არის ესეთი შემთხვევებიც, როდესაც ოჯახში ძალადობასთან გვაქვს საქმე, მოძალადე ძალიან ცუდად იყენებს მერე ბავშვს. ხო, ცდილობს, რომ ბავშვის დახმარებით დასაჯოს. ხშირად არის, რომ ორივე მხარეს შორის ეს კიდე ცალკე თემა, ეს კიდე სხვა თემაა და მან კიდე ბევრი კატეგორიის ქმედების, მშობლების ქმედების გამოკვეთა შეიძლება. ქალბატონო მაია, გენეტიკა რამდენად მოქმედებს, რამდენად შეიძლება სექსუალურად მოძალადე გენეტიკაში კონდეს ადამიანის ძალადობა? იცით ახლა გენეტიკურ ფაქტორებს აქვს გარკვეული გავლენა, მაგრამ ამ შემთხვევაში გამოცდილების არსებობას უკვე ქრომოსომებს რო თავი დავანებოთ, აქვს გამოცდილების არსებობა არის ძალიან მაღალი რისკის ფაქტორი. არ ვიცი, მიშურა შეიძლება. ხო, ხა გენეტიკურად რა გადადის, ტემპერამენტი, რაღაცა გარკვეული დაუშვათ პათოლოგიისადმი მოწყვლადობა, ხო, ესეთი რაღაცა გადადის. და ძალიან ბევრი დამცავი ფაქტორი თუ არის ის, რაც შენ გენეტიკურად გადმოგიცა, შეიძლება საერთოდ არასდროს არც კი გამოვლინდეს. მაგრამ აი ამ უკვე გამოცდილებას აქვს უფრო დამანგრეველი და ბევრად უფრო სერიოზული ზეგავლენა არა მარტო ერთ ადამიანზე, ეს ოჯახს აზიანებს, თემს აზიანებს და ასე შემდეგ.
ძალადობის სხვა ფორმებიც არსებობს მე მგონი. ძალადობა უბრალოდ წარმოგვიდგენია შემორტყმა ხო ფიზიკურად რო ეხები, მაგრამ არსებობს ძალადობის სხვა ფორმებიც. ერთ-ერთი ალბათ არის ფსიქოლოგიური. აი რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ფსიქოლოგიურმა ძალადობამ ბავშვზე? ხო, უხილავია თითქოს აი ესეთი რა ვიცი, აი ნებისმიერი манипуляტორული ქცა. აი ხა შენ თუ არ შეჭამე მოვკვდები. აი უკვე ემოციური ჩემი დამაშინებდა ხოლმე ეგრე დედაჩემი რომ დამტოვებდა ჩემდასთან საჭმელს რო არ ჭამდი ლადო თუ არ შეჭამ მე მოვკვდები და წნიანსაც კი ბოლომდე ბავშვი ხანდახან პირდაპირ მე მახსოვს ერთმა ადამიანმა მითხრა რომ დღესაც დედაჩემს რო უყურებო ისე ამბობდა რომ ძაბზე მკიდიაო გულიო აი შენ თუ არ შეჭამ შენ თუ ცუდ ნიშანს მიღებ და აი დედაჩემს როგორც უნდა ძაბზე დაკიდებულ გულს ხედავ ძალიან დამაზიანებელია დაშინება დაშანტაჟება მუქარა ყველაზე დამანგრეველი და ყველაზე შეურაცხყოფის მიყენება ღირსების შელახვა თუნდაც სიტყვით ხო ხა ფიზიკური შეხება იმ თავით აი სიტყვით ერთხელ რაღაც პერიოდი ჩვენ ორგანიზაციულად კანონთან კონფლიქტში მყოფ ბავშვებთან მუშაობდით და ესეთი ის მივეცით რომ აი რა გახსოვთ კარგი სიტყვები თქვენს თავზე და რა გახსოვთ ცუდი და ერთმა ბიჭმა თქვა რომ ერთიო კაი სიტყვა გამახსენდა მაგრამ ეხლა რო გითხრა თუ ისიც არ იყო კარგიო და რა იყო მეთქი და აი რაღაცას რო გავაფუჭებდეთ ყოჩახ შენ ყოჩახ ანუ ხო ყოჩახ რა კონოტაციით ეუბნები ამასაც კი აქვს ხო მნიშვნელობა და ამიტომ უამრავი ფორმა არსებობს ემოციური ზემოქმედების ეწოლის არაფერი არ ჯობია გახსნილ ღია გულწრფელ ურთიერთობას იმას რომ ბავშვს აქედან და იქედან სატო არისო ჩემი შვილიო манипуляტორი თუ შენასწავლე მე ხა მშობლების დადანაშაულება კი არ მეყვარს ხოლმე პირიქით ძალიან მშობლებთან ვითანამშრომლო გავაძლიერო და არა დავადანაშაულო იმიტომ მეც მშობელი ვარ და აი წარმოიდგინეთ სკოლაში რომ შედიხარ და გული აი რა შიშით შედიხარ სკოლაში რომ ხა უცებ არ გითხრა რომ ცუდი მშობელი ხარ ხო აი რა რომ რაღაცას ისე ვერ აკეთებ და როგორც კი რაღაც მესიჯს იღებ როგორც კი ვიღაც გადანაშაულებს იმ წუთას შედიხარ თავდაცვის მდგომარეობაში და შენ ამით ვერ ეხმარებ ამიტომ თუ ახლა ამას ფსიქოლოგი გააკეთებს მე მგონი რომ აბსოლუტურად არაპროფესიული მიდგომა მშობლებისადმი მშობლის მხარდამჭერი გვერდში მდგომი არ ვლაპარაკობ ხა მოძალადე როცა მშობელი და მე კი არა სამართლებრივი რეაგირება როა საჭირო მაგრამ რაღაცა გარკვეული კომუნიკაციური პრობლემები როცა არის პირიქით გვერდში უნდა დაუდგე იმიტომ რომ არაფერი ისე არ აფუჭებს ბავშვთან ურთიერთობას როგორც მშობლის განცდა რომ ის არ არის კარგი მშობელი და ამ განცდას არ უნდა უჩენდეთ ეხლა ეს მოყვა აი ამ იმას რა კარგი რამებზანეთ რომ მშობელს ანუ თავის თავში დაჯერებული მშობელი ვეღარ არის უკვე და ის აღზრდაზეც ახდენს გავლენას და იმ ემოციურ ურთიერთობაზე ემოციურ კავშირზე რაღაც შეცდომას გვაშვებინებს რომ დანაშაულის განცდა გვაქვს რომ ცუდი მშობლები ვარ ალბათ ეს დანაშაულის განცდა არა მარტო მშობლობაში ნებისმიერ საქმეში ნებისმიერში კი ბატონო ეხლა ამ შემთხვევაში მშობლობაზე აი მაგალითად კომპენსირებას რო ცდილობ შენ რო დრო ვერ გაატარი შენ შვილთან იმიტომ რომ რა ვიცი დაკავებული ხარ სამსახურში ხარ ხო ისევ ამ შვილისთვის აკეთებ მაგრამ გაკლდება ხო ბავშვენთან და ამის შევსებას რო ცდილობ რა ვიცი მაგალითად იმითი რომ ისეთ ქცევაზე დაყვები ბავშვს და დაყვე მშობელი უნდა იყოს მტკიცე და თანმიმდევრული არავითარ შემთხვევაში ნახეთ თანამედროვე მშობლებს
მეორე უკიდურესობა დაემართა. ჩემი თაობის მშობლები ხო იყვნენ, არა, არ შეიძლება სიმკაცრე, არანაირი შექება, არანაირი, ეხლა გადავიდა მეორე დაყოლის ქცევა. ხო, აი რაღაცა ზედმეტი ლოიალურობა. არა და ბავშვის აღზრდისთვის თავარი არის, რომ ბავშვმა იცოდეს, რა შეიძლება, რა არ შეიძლება. ყოველთვის კონდეს უკავშირი თავის ქცევაზე, აუცილებლად. იცოდეს მის ქცევას შედეგად რა მოყვება, ჩემგან რა რეაქცია მოყვება, არ გულისხმობ იმას, რომ შოლტის მოხვედრაზეა ლაპარაკი და ასე შემდეგ, ხო? აი ამ სტრუქტურის ჩარჩოს მიმცემი არის მშობელი. ზოგჯერ გამოგდის ეს, ზოგჯერ არ გამოს. როცა არ გამოსდის ეს მშობელს, შეიძლება მას სპეციალისტი დაეხმაროს და ძალიან კარგი შედეგებიც არის ხოლმე, როცა ეს თანამშრომლობა არ ეფუძნება მშობელში დანაშაულის განცდის გაღვივებას. და ახლა რა მინდა თქვა, მშობელში დანაშაულის განცდა თურმე როგორ მოქმედებს ბავშვისა და მშობლის ურთიერთობაზე და ბავშვისთვის რა მძიმე იქნება, როდესაც მაშინ მშობელი აღღვევებს დანაშაულის განცდას. ეს ალბათ განვითარებაზეც მოახდენს გავლენას. რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზულ გავლენას ახდენს და მე იცი რა არის, ჩვენ ეს მშობელი მიყვება მთელი ცხოვრება და აი აქ ყავს თავში მუდმივი კრიტიკოსი, მუდმივად შენით უკმაყოფილო, შენივე თავი, რომელიც ხან შფოთვას გიწევს, ხან ეს შეიძლება სოციალურ შფოთვაშიც გადავიდეს და რა ვიცი 1000 რაღაცა სხვა პრობლემა შეიძლება გადავიდეს. შესაბამისად ამ ბალანსს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მე მიხარია რომ საუბარი მაინც დავიწყეთ. მე და შეხო საუბრობ. ერთი-ორი კაცი ხომ მოგვისმენს. კი ბატონო, კი. მოდი ახლა ანტიმითინზე გადავიდეთ. ანტიმითინი კი არ მამები ისმენენ გადაცემას, მაყურებლის სტატისტიკას რომ ნახულობთ ხოლმე YouTube-ზე, სქესის გარჩევა შეიძლება და კაცები უფრო მეტია. აი Facebook-ზე პირიქით, ქალების რაოდენობა მეტია და YouTube-ზე კაცის მაყურებელი მეტი ყავს. ოღონდ იქიდან მამა რამდენია, აგარ შევხვდებით. არა, კაცი მეტია. და სხვა შორის ბოლო ხანებში მშობელთა კრებებზე მამების რაოდენობა გაიზარდა. ხშირად ხედავთ ბავშვებს, რომელსაც მამები ასეირნებენ. ვიცი რამდენიმე მამა საქართველოში დეკრეტულ შვებულებაში რო გავიდა. ანუ ეს რაღაცა, ეს რო ინგრევა, ჩარჩოები რო თითქოს მარტო ქალის ხა ხო ვიცით ყველა. აუ, შენი გაზრდილი შვილი რა იქნება? ხარი რო წელსეულება საკუთარ შვილზე, ხო ეს ხო ეხა. კი, ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო. მაგრამ ხო, ძალიან ის არის დასაფასებელია, რომ ესეთი მამების პარასკევს დაამთავრა ჩემმა შვილმა სკოლა მე-4 კლასი დაამთავრა და რაღაც ღონისძიება მოუწყვეს, რადგან ის დამამთავრებელი დაწყებით ის. გამოვიდა მასწავლებლად 3 მამა ვართ და დედები იყვნენ 30. აბა დედებო, მადლობა, წამოხდი. მამებიც ვართ მეთქი. სამჯერ თქვა დედები და სამჯერ უთხრა მამებიც აქ ვართ. 3 ვიყავით, მაგრამ ჩემი შვილის მშობლების ჩატია და მეც ვარ იმ ჩატში. და ყველა სუჟუჟღუნებს ხოლმე ეს ხო? ყველა მესიჯას ეწყო გოგოებო და 1-3 უთხარი რომ მეც ვარ, მაგრამ მე უკვე ფარხმალი დავყარე, იმიტომ რომ არ ითვალისწინებ და არავის მეთქი ჯანდავას დავყარე ფარხმალი და გოგოებოს რო წერენ ვიღებ უდრტვინვება. იმედია გაიზრდება ჩატში მამების რა. იმედი მაქვს, კი, იმედია. ეს ძალიან ანტიმითინი კი პრაქტიკულად კითხვის რაც ქონა კითხვები იმას საუბრის დროს თავად ვეუპასუხეთ და აღარ დაგვისვამს, მაგრამ ერთი მაინც მინდა ბულინგზეც რომ მოკრებს ვთქვათ, ვცდილობ ხოლმე თან ორი ბიჭი რომ ყავს განსაკუთრებით მეშინი, მითუმეტეს 90-იანების ბავშვი ვარ და კარგად მახსოვს ბიჭებს შორის ურთიერთობები. საერთოდ რატომ უჩდებათ ბიჭებს და მოზარდებს, არ ვიცი. ბულინგისკენ მიდრეკილება რატომ, ანუ ჩაგურელი რატო ხდება ბავშვი? ხო, ეგ ძალიან ისეთი კითხვა და ეხლა მე როცა მაგ ხოლმე ბავშვებთან შეხვედრა თინეიჯერებთან სულ უსვამ ასეთ კითხვას, რომ მე როგორ ფიქრობთ მეთქი ის რომ ადამიანი ეს ძალა თუ სისუსტე მეთქი, როდესაც ადამიანი ვერ უძლებს ცდუნებას, რომ თუ რაღაცა უპირატესობა გაქვს და ეს უპირატესობაც ხო ილუზორულია, ეხლა ზოგადად
ფიზიკური ძალა გაქვს მეტი ან რა ვიცი, იყენებს იმის საწინააღმდეგოც, ვისაც ავისე სუსტად თვლის. ეს ძალაა თუ სისუსტე? რას გპასუხობენ? სხვა შორის ამ ასე ფორმულირებული კითხვის შედეგად მაინც მეუბნები, რომ ძალაა თუ კი შენ ახერხებ, რომ აი ამ ცდუნებას გაუძლო. რომ შენ გააქვს რაღაც უპირატესობა, ფიზიკურად ძლიერი ხარ და არ იყენებ ამას იმის საწინააღმდეგოდ, ვისაც შენზე სუსტად მიიჩნევ, ხო? პასუხები არის ესე, ხო, ეს ალბათ ძალაა. და ასევე, ვინ უფრო ძლიერია, ვინც გაბრაზდა და მუშტები დასცხო, თუ ვინც გაბრაზდა, მუშტი შეაჩერა და შეძლო, რომ ეს ამბავი მუშტების და დამტვრევის და იმის გარეშე გადაეწყვით. ანუ ვინც შეძლო თავისი ბრაზის და მრისხანების მართვა. ვინ უფრო ძლიერია? ხო? და აი ეს პარადიგმის ცვლილება ზოგადად, ხო, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ხა ჩვენ მთელი ცხოვრება მთელი კაცობრიობის ისტორია მიუხედავად რომ დღეს ხელოვნური ინტელექტი სტატისტიკურად დაგიმუშავებს ნებისმიერ ხო ყველაფერს გაგიკეთებს და ამ ეპოქაში ვართ თანასწორობის საკითხი ვერ მოგვარდა. იმიტომ რომ ეს ადამიანის კულტურის ხშირად კულტურის შეკვეთაა. პატრიარქალურ საზოგადოებაში ბიჭი რო გადის, არავინ დაგჭაგროს, არავინ შენზე ხო ძლიერი მაგარი იყავი და აღსდის საკითხი. ამიტომ ბევრ საკითხთან არის ეს ჩაგვრა, სასკოლო ჩაგვრა მიბმული და ახლა კი აგვიკრძალეს სიტყვა გენდერი, მაგრამ ნახეთ ისევ სექსუალური განვითარების თავისებურებებს რო დაუბრუნდეთ, სადღაც 9-11 წლის ასაკისთვის თუ დააკვირდებით კლასებში, ან დააკვირდებით თქვენ შვილებს, ბიჭები ბიჭებთან მეგობრობენ, გოგოები გოგოებთან და ორ მტრულ ბანაკად გარდაიქმნა. ეს არის სექსუალური განვითარების ერთ-ერთი საფეხური. ჩვეულებრივი ამბავია. ხო, ჩხუბები დაპირისპირებ და ეს არის უკვე როდესაც შემოდის გარკვეული გენდერული ნორმებისა, რაც უნდა მოიღონ ეგ სიტყვა არსებობს, კაცო და რა ვქნათ ახლა, ხო? ანუ როგორი რაღაცა იცი, რომ აი რამდენად ხარ შენ მასკულინური, ან რამდენად ხარ შენ ფემინური. აი ამაზე მიდის და ნახეთ გენდერული ნიშნი ძალადობის პირველი ნიშნები შემოდის უსტად ამასაკში. და ეს არის პერიოდი, როდესაც მშობელმაც და სკოლამაც უნდა იცოდეს, რომ ამაზე ბავშვებს ის კი არ უთხრას, რომ გააგებინო. ზოგჯერ ბავშვისთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ აუხსნა მის თავს რა ხდება. იმიტომ რომ მას მოსდის რაღაცა ესეთი ემოცია, ბრაზობს, რაღაც და ვერ ხვდება ბავშვი რაშია საქმე და შენ შეგიძლია რომ აუხსნა, რომ ეს ეხლა აი ესეთი турბულენტობის ზონაა და შენ ზუსტად იმასაკში ხარ ეხლა, როდესაც შენი საპირისპირო სქესის ადამიანი შენში ისეთ გამომწვევ ემოციურ ესეთ როგორ გითხრა რეზისტენტობას იწვევს და ეს გადასალახი გვაქვს. იმიტომ რომ შეიძლება შენ ძალადობაში გადაგივიდეს, ამაზე საუბარი საჭიროა და სხვა შორის აი ეხა ყველა ასაკში ვხვდები ჩვენ ბულინგს, მაგრამ მაგ ასაკში ყველაზე უფრო ისეთი მძაფრი ხასიათი ეძლევა, მაგალითად არაჰეტერონორმატიული თუ არის ბიჭი ან გოგო, ხდება ამ ნიშნის ჩაგვრის ობიექტი. ხო?
ბევრი მაგალითის მოტანა შეიძლება ამასთან დაკავშირებით და ეს აღვივებს და აღვივებს. ასე რომ ძალადობა ზოგადად ჩვენ ხა ბევრ თითქმის ყველა ტიპის ძალადობას შევეხეთ, ხო? ძალადობა არის მაინც ძალადობის მაჩვენებელი საზოგადოებაში ჩემთვის არის მიმანიშნებელი აი ამ საზოგადოების პულსაციის, ფასეულობების, რა ვიცი, აი ნევროტულობის, აი რაც გინდათ ის დაარქვით, სადაც მაღალია ძალადობის მაჩვენებელი, იქ ადამიანები, ბედნიერები ვერ არიან და ეს არის ამის ერთ-ერთი მთავარი სიგნალი. ძალადობა მაღალი ნიშნულით საზოგადოებაში ნიშნავს, რომ აქ ბედნიერი ადამიანები არ ცხოვრობენ. ბედნიერების ინდექსი დაბალია, ხო, ძალიან დაბალია იქ ბედნიერების ინდექსი. ერთი ძალიან საინტერესო რახან კაცებთან საუბრობ ამ საკითხზე, ესე ძალიან გავრცელებული ეს არის, რომ ისეთ კულტურებში, სადაც და ზოგადად სკანდინავიურ კულტურებზეა ლაპარაკი, ბიჭებს არ ეკრძალებათ შიში. ხო, არ ეკრძალებათ შიში. ანუ მის რეპრესირებას არ ითხოვენ. აი მოვიდა ბავშვი და გეუბნება, რომ მე შინია. რისკეშინია, ვაშკაცი არ ხარ? ვაშკაცი არ ხარ? შენ რა ქვეშაფსია ყოფილ ხარ, ხო? ესე ეტყვის ან ბაბუა, ან მამა, ან მეზობელი, ან ვიღაცა, ხო? სადაც კაცებს უწევთ სულ მუდამ აი დამალვა თავისი ვინ თქვა რომ ხა შიში ქალსაცა კაცსაცა აქვს და შიში რო არ გქონდეს საერთოდ არ ვიარსებებდით ხო მოდი ასე შევხედოთ სადაც აი ეს რეპრესირება უწევთ იქ ძალიან მაღალია ხოლმე დაბალია უბრალოდ გენდერული ნიშნით ჩაგვრა ანუ სადაც მიღებულია რომ შეიძლება ბიჭსაც ეშინოდეს. შეიძლება ბიჭმაც იტიროს. და საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ ის ვინმეზე ნაკლები კაცები არიან იქა და ნაკლები, ასე ვთქვათ, ამტანებიდან პირიქით. სულ პირიქით არის ეს ყველაფერი და აი რა ვიცი, აი როგორ გითხრათ, აი სულ მინდა ხოლმე, რომ ყველას ვისთანაც მშობელია, აქ ურთიერთობა რა არ უთხრა ბიჭს. აი სენტიმენტალური თუა ბიჭი, ესე იგი ქალაჩუნა. რატო? რა ჯობია მგრძნობიარე, ემპათიურ ადამიანს, ხო? ერთმა ბიჭმა იცით რა მითხრა, რომ ფეხბურთზე დავდიოდიო და ძალიან ისეთი ბიჭი ვიყავიო, აი სითბოში გავიზარდეო და სიყვარულშიო და ეს სახუტების ის იყო ჩემს სახლშიო და მასწავლებლო ხშირად შენ რა გოგოსავით ქალოია ხო აი ეს ფემინური ტიპი ხარო რა მოკლედ და აი იმის მერეო საერთოდო დავიწყეო და ესო თუ მასკულინურობა ეს არისო რომ ემოციები არ გამოხატო ხო კულტურის აღზრდის საკითხები ძალიან ისე შემოდის რა მოკლედ საბოლოო ჯამში რო ვთქვათ იქ სადაც ძალადობის მაღალი მაჩვენებელია ეს ნიშნავს რომ ამ კულტურაში ამ ქვეყანაში ამ ოჯახში ამ თემში ადამიანები ბედნიერად არ გრძნობენ თავს ბედნიერი ადამიანები არ ძალადობენ ისე ბედნიერად ცოტა ხნის წინ ზურაბ სიხარულიძე როა ნარკოლოგი მაგასთან მქონდა ინტერვიუ მანამდე ბიძინა კულუბეგოვთან და ზუსტად ანუ ბედნიერების თემაში ხო ბატონმა ზურაბმა ბძანა რომ ბედნიერი ადამიანი არასოდეს ნარკომომხმარებელი არ გახდება და ბატონმა ბიძინამ გითხრა რომ ბედნიერი ბავშვი არის გაცილებით ჯანმრთელი ნაკლებად დავატყოფობენ ბედნიერი ბავშვია თქვენც ბედნიერება და ნეტა იცით როგორ გაგულანძღეს ხო ჩვენ კომენტარი დიახ ყველაფერს უგლანძღავ ეგ არაფერი გადავიდეთ ბედნიერების ნაკლებობა აქვს ალბათ და მაგიტომ აუ ჩემზე მოქმედებს ვადო კიდე ძლიერია მაგამ ბავშვი მე ვკვდები ხოლმე ნერვიულობით ხო სანამ მიშონახავს ხოლმე ზოგ კომენტარს ავშლი რომ ამან არის ნერვიულოს ერთი პატარა რუბრიკა გვაქვს ანტიმითინი დავარქვით ხალბატონო მაია ისეთ ამბებს გავრცელებულ საზოგადოებაში
ვეუბნებით ხოლმე სპეციალისტი და იმა უნდა გითხრას მითია თუ რეალობა. მოკლედ პასუხებით. პირველი მითი, ოჯახური საქმე, როცა ძალადობა ხდება სახლში ვიღაცის სახლში, მეზობელი ამბობს, ოჯახური საქმეა და არ უნდა ჩავერიოთ. რას ქვია არ ჩავერიოთ? ეგრევე პოლიციაში. ნუ მითია. და მითია. ისევ ძალადობის მსხვერპლი რადგან არ მიდის, ალბათ მოსწონს ოჯახში როცა ძალადობაა. როგორო? რადგან თუ არ მიდის, ალბათ მოსწონს. აჰა. მითია და საშინელი მითია რა. რას ქვია მოსწონს, ვის მოსწონს? ბევრჯერ გამიგია ხოლმე ეს სისულელე და ძალიან ის არის რა. ძალიან დიდი სისულელეა. შემდეგი, მამაკაცები არ არიან ძალადობის მსხვერპლი. არიან. მაგრამ პროცენტულად ცოტანი. მამაკაცებს ჭყალებში ხო არ უტყდებათ აღიარება რომ ძალადობის მსხვერპლები არიან. ეგეც არის და პროცენტულადაც უფრო ცოტანი არიან. რა ვიცი, ყველა კვლევა ამას აჩვენებს და პრაქტიკული გამოცდილებიდანაც, ხო ხა ყველა ჩვენი პრაქტიკული ხო გითხარით, ერთადერთი შემთხვევა მქონდა, როცა ქალი იყო სექსუალურად მოძალადე და არასოდეს არ მიმუშავია ოჯახში ძალადობასაც ქალი იყო მოძალადე. მე არ მიმუშავია. ასეთი ის ვიცით ხოლმე ადამიანებმა ბავშვისთან დასწრებით კამათი მასზე გავლენას საერთოდ არ ახდენს. ხო, როგორ არ ახდენს, მითია რა არის. პირიქით ბავშვს ამ დროს თავი გააჩნია ასაკს, რაც უფრო პატარა, ბავშვი ფიქრობს, რომ მისი ბრალია, ხო, იმიტომ რომ ეს მისი აზროვნების თავისებურებას უკვე ეგოცენტრულია, ბავშვი ყველაფერს თავის თავს და შეიძლება ბავშვმა იფიქროს, რომ აი მე რო ფაფა არ შევჭამე, ხო, დედა და მამა მაგითო და ეს ძალიან აზიანებს ბავშვს, რაზეა ლაპარაკი. მაინც ვერ გაიგებს უფროსებს ეგეთი ის გვაქვს ხოლმე დამოკიდებულება და არ არის ეს. რას მიხვდება? ბავშვები არიან დღეს იჭხუბებენ, ხვალ შერიგდებიან. ხო, ესე იგი ისეთი მითია და ბულინგის შემთხვევების მართვას ისე უშლის ხელს. საშინლად, იმიტომ რომ არ არის ეგრე. ნახეთ ახლა მანდ კიდე რა საკითხი შემოდის. ბავშვური სიცილქე და ჩაგვრა. ბავშვური სიცილქე როცა არის ორივე ბავშვი, აი დაუშვათ რაღაცა დაზიანდა, ხო? ძალიან შეწუხებულია ის ბავშვი, რომელმაც დაუზიანა, ძალიან ბევრს ბოდიშობს და ეს პირიქით და როდესაც არის ჩაგვრა, პირიქით, ჩაგვრელი სულ ცდილობს ხოლმე, რომ დაჩაგრული დაადანერა, აი მან გამომიწვია, მან გააკეთა, არ აქვს არანაირი პასუხისმგებლობის განცდა, ის სხვაზე გადაბრალებას ცდილობს და ემპათიაც არ აქვს დაჩაგრულის მიმართ. ასე რომ ბავშვები არიან და შერიგდებიან, ესე მარტივად არ არის საქმე, არის შემთხვევები, როდესაც ჩვენ სერიოზულ ჩაგვრასთან გვაქვს საქმე. ისევე როგორც კიდე არის, რომ უცოლქმრის ჭხუბიო ესე გონაო. უილი როგორ აჩავს? რიქსო მართალი ეგონა. ეგეც მითია. კი. ერთი ასეთია კიდე. ქალი იქნება დამნაშავე, ეთყობათ შეუჩიჩხინაო. ხო. მაგაზე ისაუბრეთ. რამდენი ანდაზა არსებობს კიდე მაგის ანდაზები ძალიან საინტერესოა, აი მაგ კუთხით, ხო? მაგალითად კარგი ცხენი მათრეხს არ დაირტყავსო, ხო? აი აქ ხო. რა თქმა უნდა, როგორ შეიძლება? საერთოდ ყველას ეს არის საშინელი მითი. პირველად დავფიქრდი მაგ ანდაზაზე მაგ კუთხით. და საშინელი მითი და ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ძალადობა არასდროს არ არის იმის ბრალი, ვისაც ძალადობენ. ძალადობა ეს არის ერთი ადამიანის მიერ მეორე ადამიანზე დომინირების, მისი გაკონტროლების მოტივით, ასე ვთქვათ, და რა იმისთვის, რომ რაღაცას ამით ეს კიდე ეს ისეთი ღრმა და საინტერესო თემა, ეხლა თქვენ რაც თქვით, რომ
ცალკე გადაცემას იმსახურებს. შემდეგი, ერთხელ თუ იძალა და არ დაიქცევა ქვეყანა, მეც აღარ იზამს. არა, ეგეც მითია, იმიტომ რომ არ არსებობს ერთი შემთხვევა. ვიზავ და გამოსწორდები არ არსებობს. და სხვა შორის ამით ძალიან ხშირად არსებობს ესეთი ძალადობის ციკლი, რომელშიც მოძალადე მოაქცევს ხოლმე თავის მსხვერპლს. ახეთ არის ძალადობის ეპიზოდი, ხო? შეაგინა, დაარტყა, ჩაკეტა, არ გაუშვა, რა ვიცი. ამის მერე იწყება მონანიება, მოდის, ბოდიშ სიხდის, ეს აღარ მოხდება, ეს აღარასოდეს, ეს სულ ბოლო იყო. მერე მოდის თაფლობისთვის ეძახიან, საჩუქარი, რაღაცა სიურპრიზი, რომ გამოისყიდოს. მერე გროვდება, ისევ დაძაბულობა, ისევ ეს ეპიზოდი და აი ესე წრეზე ტრიალებს. ასე რომ ჩვენ ისედაც, როდესაც ბავშვი მაგალითად ლაპარაკობს ერთ შემთხვევაზე, სექსუალური ძალადობით დავიწყეთ, ხო? ყოველთვის უნდა ივარაუდო, შეიძლება იმან ერთი გაამხილა, მაგრამ აუცილებლად იყო ან იქნება. თავარი როცა ძალადობაზეა ლაპარაკი და ძალიან მნიშვნელოვანია მსხვერპლის დისტანცირება მოძალადისგან. ამას სამართლებრივადაც უნდა აკეთებდეს სახელმწიფო და ამას ხელს უნდა უწყობდეს საზოგადოება. შენი ზარი, შენ რო გესმის კარს იქედან, წივილ-კივილი, ხან ბავშვი კივის, ხან ქალი კივის და ერთი სატელეფონო ზარი შესაბამის სტრუქტურაში შეიძლება ვიღაცის სიცოცხლის გადარჩენის რამდენი ფემიციდის შემთხვევა გვაქვს. ძალიან ბევრი რაღაცა გვაქვს შესაძლებელი გონებაში რა. და ბოლო მე ძალიან დიდი დრო წაგართით ბოლოსაც და მორჩა. მხოლოდ დაბალ შემოსავლიან ოჯახებში ხდება ძალადობა და ჭუბი და აყალმაყალი. არა, ყველგან ხდება, ყველა ტიპის და მინდა გითხრათ, რომ გამხელის და გამოვლენის თვალსაზრისით იქ სადაც ძალაუფლება მაღალი შემოსავალია, გაცილებით უფრო რთულია. ერთხელ მახსოვს სოციალურ მუშაკს კითხე. სახელმწიფო სოციალური, წარმოიდგინე, რომ მიდიხარ ოჯახში, შემოსავლიანი, წარმატებული ოჯახია და გაქვს ინფორმაცია, რომ ბავშვი არის ძალადობის მსხვერპლი. და მიდიხარ ოჯახში, სადაც პირიქით სულ საპირისპირო სიტუაცია, როგორი ალბათობა იქ და აქ რომ დაინახო და იდენტიფიცირება გააკეთო, ძალიან რთულია და ძალიან მაღალია ძალადობის შემთხვევები. არ აქვს საერთოდ მნიშვნელობა. არც მატერიალურ, არც სოციალურ, არც ესეთ ყველგან არის, სადაც ცხოვრობს ადამიანი, რომელსაც არ შეუძლია გაუძლოს ცდუნებას. სიბრაზის მართვა არ შეუძლია. და აქვს რაღაცა გარკვეული გამოწვევები ამ კუთხით. ძალიან დიდი მადლობა. მართლა იმდენად საინტერესო საუბარი იყო, მართალია ძალიან ძიმე თემაზე და ჯობს რომ ეს პრობლემა არ არსებობდეს და ამ თემაზე არ საუბრობდეთ, მაგრამ რადგან არსებობს, უნდა ვისაუბროთ, რომ აღარ იარსებობს. ჩემსაც ძალიან საინტერესო იყო მამებთან. ძალიან მიხარია რომ ასე ხარს უსვამთ. ძალიან დიდი პატივისცემა თქვენ იმისთვის, რასაც აკეთებთ რა. ძალიან დიდი მადლობა ჩვენს მაყურებელს, გამოიწერეთ ჩვენ YouTube-ზე, Facebook-ზე. მადლობა ჩვენს მეგობრებს Suti Powers თავის ჩურჩხელით, რომელიც სამწუხაროდ მე დამრჩა და ძალიან დიდი. მე დამცილი ხოლმე ასაგზე არა უშავს, აუცილებლად მოგართმევთ, იმიტომ რომ გამზადებული პაკეტი დავტოვე სახში. A few moments later. დავიწყდა ამ პატივცემულს ქალბატონ მაია ცირამოვასთან Suti Powers უგემრიელესი ჩურჩხელების ვიტანა. თქვით რომ გამოვასწორებდით შეცდომას და
შეცდომას შენ გამოვასწორე, მე არაფერს ჩვენ არ გვიჭირს შეცდომების არც აღიარება და არც გამოსწორება და ეხლა მივიდივართ ქალბატონ მაიასთან, რომ გადავცეთ თავისი კუთვნილი სუთი ფაუერის არაჩვეულებრივი ჩურჩხელი. ბატონო ფიქრის გორაზე დავდგებით ჩვენთვის და მოგბეზდება შესაძლოა. მოკლედ, პირობებს ვასრულებთ. ვასრულებთ არა ბიჭოს. უღრმესი მადლობა ძალიან ქალბატონო დიდი მაია კიდევ მადლობა. ერთხელ და კარგად ბრძანდებათ.